მარტო ყოფნა, ეს ნიშნავს, რომ ხარ ძლიერი ადამიანი, ვინც მარტოს შეუძლია რომ იყოს კარგად, ის არის დამოუკიდებელი, მას აქვს ძლიერი ფსიქიკა, უნდა ისწავლო ჯერ მარტო ყოფნა და ურთიერთობაში მერე უნდა შეხვიდე და 1000 მსგავსი რჩევა მომისმენია ინტერნეტში და მართლაც ადამიანებს უჭირთ ხოლმე მარტო ყოფნა. არის ეგეთი ტენდენცია, რომ დიდხანს მარტო ყოფნის დროს ადამიანები რა ვიცი იწყენენ, შევეცუდ ხასიათზე დგებიან და სასწრაფოდ ეძებენ სხვა ადამიანებს, რომ იყვნენ მათთან ერთად. და ისიც კი მსმენია, რომ რაღაც წყვილებს შორისაც არის სამწუხაროდ ესეთი დიალოგები, რომ ფაქტიურად ერთად იმის გამო რჩებიან დიდხანს, რომ მარტო არ დარჩნენ. ანუ რეალურად ადამიანებს აშკარად აქვთ მარტო ყოფნის სირთულე, ხო? და ერთი შეხედვით კი ამაში დიდი სიბრძნეა, რომ მარტო როდესაც არის ადამიანი და თან კარგად გრძნობს თავს, ეს კარგი თვისებაა. მაგარი თვისებაა, ეგ ნიშნავს, რომ მიჯაჭვულობის ხათრით, უბრალოდ ოღონდ მარტო არ დარჩეს ამის ხათრით, მიჯაჭვულობაში არ გაყოფს თავს. ერთის მხრივ ასეა. მეორეს მხრივ მე მინდა გაგიზიაროთ ეხლა შთაგონება საიდან მაქვს, იმიტომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შემეძლო მარტო ყოფნა, ბავშვობიდან შემეძლო მარტო ყოფნა, თავს ძალიან კარგად გრძნობდი მარტო. და რაღაც პერიოდში მართლა მეგონა, რომ მიკვირდა, რომ როგორ შეუძლია ამ ხალხს სულ ერთად ყოფნა. ჩემთან არიან, ვთქვათ, მქონია ესეთი ურთიერთობები მეგობრულიც და პირადულიც, სადაც ადამიანებს წყენიათ კიდეც, რომ როგორ შემიძლია ესე მარტო ყოფნა, ნუ თუ არ მენატრება, ნუ თუ მასთან ერთად არ მინდა. ოჯახის წევრებსაც ქონიათ პრეტენზია, როცა მithქვამს, რომ იცი რა, ეხლა მარტო მინდა ყოფნა. და მათთვის რაღაც ესეთი იყო, თითქოს მათთან ერთად არ მინდა, მაგრამ არა. ეს ამაზე არ არის. მე უბრალოდ ხანდახან ძალიან მჭირდება, რომ მარტო ვიყო, ნუ ეხლა ამ მომენტში ვარ ზეკომპენსირებული ექსტრავერტი რო რამე, მაგრამ შინაგანად ვარ ინტრავერტი, რომელსაც მჭირდება, რომ დასვენების დროს ვიყო მარტო. ეს აუცილებლობას წარმოადგენს ჩემი ფსიქიკისათვის, რომ დავრჩე ხოლმე ჩემ თავთან მარტო. და ძალიან დიდხანს გარემო და სუისმოდა, რომ არა მაგარია, შენ მარტო ყოფნა შეგიძლია. დიდხანსაც შემიძლია, მეგობრებო, ყველაზე დიდხანს მარტო ვყოფილვარ ალბათ, აი თითქმის აბსოლუტურად მარტო, როგორ გითხრათ, 6-7 თვე გადაბმით რა, აი როდესაც უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ვქირაობდი ბინას და იმ ბინაში მარტო ვცხოვრობდი. აი ესეთ მარტოობაზე მაქვს საუბარი, თორემ ახლა რამე კუნძულზე არ ყოფილვარ, განდეგილად, ნამდვილად. ჯერ არა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი, აი ჯეკ ლონდონს რო აქვს აღწერილი თოვლი, ყინვა, რაღაც გაუსაძლისი ამინდები, აი იქ მარტოს როგორ გავძლებდი და როგორ შევძლებდი ყოფნას, თქვათ, თვეების მანძილზე, როცა ჩაკეტილია. ჩაიხერგება ხოლმე დიდ თოვლობის გამო ეს რაღაცა ჩრდილოეთის ქვეყნებში სხვადასხვა ქალაქები და წყდება მთლიანად დასახლებები და არის კიდე რაღაც თქვათ, ცალკე რაღაც საგუშაგოები, სადაც ეს საგუშაგოები მთლიანად წყდება სამყაროს ზამთარში, შევა 6 თვე საერთოდ ვერავინ ნახო და ერთი კაცი იყო. და აი ბავშვობაშიც მაინტერესებდა ამის გამოცდა რა, იმიტომ რომ მართლაც მე მარტო როდესაც ვარ, კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს. მაგრამ ჩემო კარგებო, ერთი საინტერესო რამ მინდათ გაგიზიაროთ, რომ საქმე იმაში კი არ არის, რომ ადამიანს შეეძლოს მარტო კარგად ყოფნა. საქმე იმაშია, რომ ადამიანს შეეძლოს მარტო ცუდად ყოფნაც. ანუ ეხლა ნახეთ როგორი რამე არის აქ, რა აცდენაა, რაც ინტერნეტში დღეს ვრცელდება. კი, როცა მარტო ხარ და შეგიძლია იყო კარგად, მეტი ალბათობაა, რომ თქვათ ურთიერთობაში საკუთარ მეს არ გაწირავ, მარტო იმისთვის, რომ მარტო არ დარჩე. ამას იზავ. და ეს რაღაცით ძალიან კარგია. ანუ დამოუკიდებელი პიროვნება ხარ. მეორეს მხრივ, ესეც ჩემი საკუთარი გამოცდილებით. მარტო ყოფნის დროს თუ შეგიძლია შენ რო იყო ცუდათაც და შეიგრძნო ის ნეგატიური განცდები, ის ნეგატიური გუნება განწყობილება და აზრები, რაც შეიძლება გიტრიალებდეს, როდესაც ხარ მარტო, აი ეს არის დამოუკიდებლობა და არა ის, რომ ადამიანი მარტო იყოს და იყოს კარგად. ეხლა საერთოდ აღსანიშნავია, რომ სულ მარტო ყოფნა, რაც დღეს რაღაცნაირად ვრცელდება, რომ აი, რა ვიცი, ლამის მოწოდება არის, რომ იმენა მარტო უნდა იყო მთელი ცხოვრება, ხო? ეს არ არის ჯანსაღი იმ გაგებით, რომ პოლუსია.
აი როგორც არ ვარ გადაზელვა და სხვა ადამიანებში ისე შერევა, რომ საკუთარი თავის განცდა საერთოდ დაიკარგოს. ასეთივე არასწორი პოლუსი არის მთლიანად განდეგილად წასვლა. მე ხა ვსაუბრობ ჯანმრთელობის კუთხით, თორე თავისუფლები ვართ ჩვენ ჯანმრთელობას ჩვენ ხელშია და ადამიანის გადასაწყვეტია მას რას გაუკეთებს. ასევე არიან გამონაკლისები, ვისაც მაგალითად ერთად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სულ ერთად უნდა იყოს და მისი ფსიქიკა ასეა მოწყობილი, ან ვიღაცები არიან, ვისაც ძალიან ჭირდებათ განდეგილად ყოფნა, მაგრამ ძირითადად რასაც დავკვირვები ვარ, ესე აღიქმება, რომ თუ მარტო ხარ და კარგად ხარ, აი მაშინ ხარ დამოუკიდებელი და მაგარი ტიპი და იცით რა, აი ძალიან დიდი ინფორმაცია აკლია ამას რა. რეალურად არის, რომ როდესაც მარტო ხარ და შეგიძლია რომ ცუდათაც იყო ამ მარტოობაში და მაინც იყო მარტო. ნახეთ, ცუდად ყოფნა არ გაიძულებდეს და არ გაძებნინებდეს აუცილებლად იმას, რომ აიმე ეხა სხვებთან ერთად ვიყო, იმიტომ რომ თითქოს სხვებთან ერთად ყოფნით იბალანსებს ხოლმე ფსიქიკა ხანდახან თავს, როდესაც არის ცუდად. მაგრამ რეალურად პრობლემა, ასე ვთქვათ, ან საკითხი, როგორც გინდათ ისე დაარქვით, იმაში კი არ არის, რომ ადამიანი ცუდად არის. ეს არ არის პრობლემა და ეს არ არის საკითხი. იმიტომ რომ ყველა ადამიანი და ყველა ცოცხალი ორგანიზმი ზოგჯერ არის ცუდად. და ცუდი ბუნება განწყობილება აქვს და ნეგატივშია, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებისეული მოვლენები ხანდახან აბსოლუტურად ადეკვატურია, რომ ჩვენ მათ მიმართ ვიყოთ განწყობილი ნეგატიურად და გვანიჭებდეს ნეგატიურ განცდებს. ამიტომაც აი ნეგატივისგან გაქცევის ესეთი თავდავიწყებითი მცდელობა არის ზუსტად სირთულე და პრობლემა და არა თავად ნეგატივი. ხანდახან ძალიან ადამიანურია, რომ ადამიანი არ ვიცი ტიროდეს, ცუდად იყოს, განიცდიდეს რაღაცას, დარდობდეს, გლოვობდეს და ასე შემდეგ. ესეთია ცხოვრება. პრობლემა იმაშია, როდესაც აი ეს მოწოდებებშივე ჩანს, ნახე, ეს პათოლოგია, ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ სოციუმი დღეს თავს გვახოს, რომ მარტო იყავი, ბრძანება ესეთია და იყავი კარგად. გაიგე? არ გაბედო ცუდად ყოფნა. ანუ ეს არის საკმაოდ დიდი წნეხი. იმიტომ რომ მარტო ყოფნის, ასე ვთქვათ, ხელოვნება რეალურად ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა მარტო ყოფნაც შეძლოს, რომ იყოს ცუდად და შეიგრძნოს ის ნეგატივი, რაც მასში მოდის აქ და ამჟამად. იმიტომ რომ აი ხა ჩემი მაგალითი რომ მოგიყვანოთ ისევ, მე მაგალითად მარტო როცა ვრჩები ეხლაც და ადრეც ტენდენცია მაქვს რომ ვიყო კარგად. და ეხლა ვცდილობ ხოლმე როცა მარტო ვრჩები, რომ ნეგატივზეც ვიფიქრო. იმიტომ რომ თავისთავად, ნახე, დატრენინგებულია ჩემი ფსიქიკა, რომ როდესაც მე ვარ და არავინ თქვათ გარედან არაფერს არც მესაუბრება, არც მეკონტაქტება, ჩემს თავში ჰარმონიას ვეძებ ხოლმე რა, აი ტენდენციაა ეს. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ბუნებრივად ასე ვარ. და რეალურად ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ სიტყვა ბუნებრივი საერთოდ რას ნიშნავს, არ ვიცი. აი 3 წლის ასაკისძევით ბუნებრივი არ ვიცი როგორია. ალბათ ისეთია, რაც ავტომატიზმზე ზის, ან ის არის რაც ჩვევაა, ამაზე მეტი ბუნება მე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ რაღაც იმდენად ფაქტია, რომ შემოჭრილია ადამიანში ათასნაირი რწმენები, იდეოლოგიები, იდენტობები და ასე შემდეგ, რომ აი მაგალითად ქართველი რო ვარ, ეს ბუნებრივია? ან არ ვიცი, თუ ქრისტიანი ვარ, ქრისტიანი რო ვარ, ეს ბუნებრივია? ეს სიტყვა ესადაგება თუ არ ესადაგება? ან რა ვიცი, ის რომ სიტყვაზე მაინტერესებს ფსიქოლოგია, ეს ბუნებრივია ჩემთვის თუ არ არის ბუნებრივი? აი უცნაურად ზის ეს სიტყვა. და მეორე მხრივ ეს ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ანუ ჩვეულებრივი ჩემთვის და რჩევა სადაც მაქვს რა, ესეთი მდგომარეობა ყოველთვის იყო, რომ მარტო თუ არ კარგად ვარ. და ამ ბოლო დროს იცით რა გავაცნობიერე, რომ აი მარტო რო ვრჩები, ხანდახან ვცდილობ ხოლმე, რომ მე თვითონ ასე ვთქვათ, ჩავიძირო ჩემს თავში, ჩემს სამყაროში და შევიგრძნო რაიმე ნეგატივიც, რაც იქ არის, იმიტომ რომ აუცილებლად არის. ორივესგან შედგება ხო ჩვენი ფსიქიკა, პოზიტივისგან, ნეგატივისგან და აი მარტო ყოფნის დროსაც შევძლო ეს. და ეს საიდან მომივიდა, იცით რა დაკვირვებით, რომ ვინაიდან ესე მარტო ყოფნის დროს ასე ჰარმონიულად გრძნობდი ხოლმე ადრე თავს და ეხლა ბოლო დროს რაც უფრო ვთქვათ ფსიქოლოგიურ ჭრილში დავაკვირდი ჩემ თავს, უფრო შევძელი, რომ ნეგატიური გრძნობებიც ამომეჩხრიკა თუ თავისით ამოტივტივდა, როცა მარტო ვრჩებოდი და თავიდან გამიჩნდა, რომ ღმერთო რა ხდება ეს, აი გამიკვირდა, ნახე, თითქოს უცხო იყო. ეს ყველაფერი თითქოს იყო
უცნაური, უცხო ჩემთვის, იმიტომ რომ მე ხო სულ კარგად ვარ, როცა მარტო ვარ და რა მოხდა და რეალურად ჩემი ფსიქიკა გაფართოვდა. და რომ გაფართოვდა, იმ ნეგატივის ინტეგრირებაც შევძელი, როცა ვარ მარტო. და ადრე ჩემი ფსიქიკა აკეთებდა ესეთ საინტერესო რამეს. ანუ ფსიქიკას როცა ვახსენებ, ეხლა გულისხმობ არაცნობიერს, ქვეცნობიერს, რომ იმის გამო, რომ მე მარტო როცა ვიყავი, სულ კარგად ვიყავი ხოლმე, რაღაცნაირად ძებნიდი სადღაც რაღაც ტოქსიკურ ურთიერთობას, სადაც მე ის ადამიანი მეტკივილს მომაყენებდა და ამ ნეგატიურ ემოციებში გავყავდი. ნახეთ, როგორი ფუნქციური იყო ჩემთვის ასე ვთქვათ, ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტი. იმიტომ რომ ჩემი ფსიქიკური მე არ იყო ისეთი გაფართოვებული მაგ პერიოდში ჩემი ცხოვრების, რომ ჩემი საკუთარი ნეგატივი ესე ნებაყოფლობით მევე დამეტია, როცა მარტო ვიყავი. და ამიტომ დაპროეცირებული იყო გარეთ, რომ აი იმ ადამიანმა გული მატკინა. ნუ მართლა მატკინა ალბათ, ხო? მართლა რაღაც გამიკეთა. მაგრამ მეორე სხვა მე მივედი ამ ადამიანთან, მე დაუმეგობრდი, მე მოუშვი ახლოს. თან არ ვიცი თქვენ თუ გამოგიცდიათ, ადამიანები, აი ვინც ტოქსიკურები არიან, ხანდახან წინასწარ გაფრთხილებენ, იცი? აი პირდაპირ გამიჟღერებდნენ ხოლმე, რომ იცი რა, მე ტოქსიკური ტიპი ვარ. აი მე ჩემთან მეგობრობას არ გირჩევ, იმიტომ რომ მე საკმაოდ ნეგატიური ადამიანი ვარ და დეპრესიული ვარ და ვინცაც მე მეგობრები ყველას ნეგატივს უზიარებ და გადავცემ, იცი? აი ესე წინასწარ გამაფრთხილებდნენ ხოლმე, ხო საოცარია და მე მაინც შევსულ ვარ ჩემს ადრეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებში ასეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტში და საკითხავია, ხო, როგორ ხდებოდა ეს? ხო და აი ესეთი, როგორ გითხრათ, საკმაოდ სიღრმისეული, მაგრამ თან ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა არის. ცოდნა საკუთარი თავისა, რომ თუ მე სულ კარგად ვარ და მხოლოდ გარედან ვიღებ ნეგატივს, აი ესეთი ფორმულა რო წარმოიდგინოთ, რომ აი მე თვითონ სულ კარგად ვარ, სულ კარგ ხასიათზე ვარ, მე თვითონ ჩემ თავში პრობლემები არ მაქვს, ჩემი ცხოვრება მიხედილია, დალაგებულია, ნუ მაქსიმუმ ცოტათი რაღაცა მეწყინოს რაღაც და მალევე გადამდის რა. აი ამას თუ ადამიანი თავის თავზე ფიქრობს, ნიშნავს რომ დიდი ალბათობით თუ ეხა რა ვიცი 10 წლის თუ არ არის, იმიტომ 10 წლის ასაკში კიდე სხვა ამბებია. თუ არის არ ვიცი 20 წელზე ზევით და აი ეს ტექსტი მისთვის ბუნებრივია რომ მე მარტო ყოველთვის კარგად ვარ. ეს ნიშნავს რომ რაღაც დიდი ნაწილი ინფორმაციისა თავის ფსიქიკაში ინტეგრირებული არ არის. და ამ შემთხვევაში ძალიან ფუნქციურია და არ გაგიკვირდეთ რომ ალბათ დაკვირვები ხართ კიდეც, რომ ძალიან ესეთი კარგ ხასიათზე მყოფი მხიარული ადამიანები ხშირად მეგობრობენ ნეგატიურ, მოჟამულ, დეპრესიულ ადამიანებთან. იმიტომ რომ ეს ორი ერთმანეთს ავსებს თითქოს აი ამ ურთიერთობაში. მაგრამ რეალურად შევსება აქ ვერ იქნება. რეალურად, ასე ვთქვათ, დავალება, არც ვიცი რა დავარქვა, მოწოდება თუ საჭიროება დავარქვათ ადამიანის პიროვნებას რაც უდგას, ის კი არ არის, რომ სხვასთან ურთიერთობით დაიბალანსოს თავი, არა. საჭიროება და მოთხოვნილება, რაც ადამიანს თან დაყვება, არის დამოუკიდებლობა, ანუ რომ მე შევძლო ჩემით. გარეთ მედიუმი კი არ დამჭირდეს, მე შევძლო, რომ ჩემი ფსიქიკის, ასე ვთქვათ, სამყაროში ვიმოგზაურო. ჩაკეტილი კი არ იყოს რაღაც სივრცეები და განდევნილი და ხელშეუხებელი და უხსენებელი, ნახეთ როგორი სიტყვებია. არამედ შეხებადი იყოს, ნახსენები იყოს, აღქმადი იყოს, შესვლადი იყოს ის სივრცე. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ძალიან ადამიანურია, რომ ნეგატივისგან გაქცევას ცდილობს ადამიანი და არასოდეს ჩვენს ფსიქიკას ეხლა თავისთავად ტენდენცია რომ მოდი მე ხა მარტო რო ვარ დავიჯდე და რამე ცუდი გავიხსენო და ვიტირო ამაზე მე ხო ესეთი ტენდენცია არ ექნება. მაგრამ ცნობიერება ზუსტად ეს არის რომ ნავში რო სიხარ დინებას კი არ მიყვები ამ ნავით. არამედ შენ შეგიძლია აირჩიო ზღვაზე ან ტბაზე ან სადაც ხარ ამ ნავით. ეხლა რომელ ნაპირზე გინდა რომ გახვიდე? შეიძლება აღმოსავლეთ ნაპირზე გინდა, ან შეიძლება დასავლეთზე, ან შეიძლება ჩრდილოეთზე. მაგრამ თუ შენ დინებას წაყვები, ის აუცილებლად რომელიღაცა მხარეს გაგრიყავს თავისით. ანუ ეს არის აი ამას შეიძლება ალბათ დავარქვათ ბუნებრივი? ნუ ადამიანის ფსიქიკაში არ ვიცი, ბუნებრივი არ ვიცი, მაგრამ ტენდენციური შეგვიძლია დავარქვათ ინერცია. აი რაღაცაიტკენღაც მიექანება ადამიანის ფსიქიკა, ისევე როგორც ნეგატიური ადამიანებისთვის ძალიან მიუწვდომელია ხოლმე პოზიტივი. აი ხო არიან რომელიც სულ დეპრესიაშია, სულ ცუდ ხასიათზეა, იმის ასე ვთქვათ
შინაგანი სამყაროს სანაოსნო სივრცეში ქარი ისე უბერავს, რომ უჩრდილოეთისკენ რიყავს, ნახე? და იქ ცნობიერება თუ ჩამოერია აი ამ პროცესებში, ხო? იმანაც შეიძლება მე გამოსცადოს სხვა ნაპირები, უცხო ნაპირები, რომელზეც თავისით ესე ბუნებრივად, როგორც ადამიანებს უყვართ თქმა, ხო? ესე თავისით ვერ გახვალ. იმიტომ რომ ტენდენციას თუ ხარ აყოლილი და დინებას, იმას თავისით აქვს აშვებული და ზოგი პოზიტივისკენ გაირიყება მხოლოდ, ზოგი ნეგატივისკენ გაირიყება მხოლოდ თავის ფსიქიკაში, ზოგი არ ვიცი აპათიისკენ გაირიყება, ზოგი გაირიყება კრიტიციზმისკენ, ან ზოგი გაირიყება ემპათიისკენ და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ესეთი, როგორ გითხრათ, რომ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენი ფსიქიკა ზღვა არის და ზედ ჩვენი პიროვნული მე გემით მოძრაობს ამ ზღვაზე, ხო? რამდენიმე ვარიანტია. ერთი არის, რომ გემი წაყვეს დინებას და მთლიანად დამოკიდებული იყოს ქარი საით დაუბერავს და საით გაირიყება და ეს ძირითადად ერთი და იგივენაირად მუშაობს. ეს სხვათა შორის ფიზიკაშიც ესეა და ჩვენს გეოგრაფიაში ცნობილია, რომ არსებობს ოკეანეებში რაღაცა წყლები, რომლებიც ყოველთვის თუ დინებას გაყვები, ზუსტად იცი სად წაგიყვანენ. ანუ ამინდის მიხედვითაც იცი. წლის რომელი დროა ამის მიხედვითაც წინასწარ დათვლი საით წავა, ნავი ან გემი, ხო? ასეა ჩვენი ფსიქიკაც მოწყობილი, მაგრამ თუ ამ გემზე მყოფმა კაპიტანმა, ანუ პიროვნულმა მემ გაიღვიძა და ცნობიერებამ გაიღვიძა ადამიანში, ხო? მას შეუძლია მერე საჭე ხელში დაიჭიროს, აი ეს გემის არაჩვეულებრივი საჭე მე ძალიან მიყვარს და სხვათა შორის მაგაზეც გაგესაუბრებით ახლა. სიმბოლურად ეგ საჭე ძალიან ბევრ სამკაულზე და იმაზე მაქვს, იმიტომ რაღაცებს მაქვს შიგნით ჩადებული. შინაარსები, რასაც მახსენებს. ხო და ამ საჭეს რო ხელში დაიჭერს, მერე შეუძლია მოსინჯოს, მოატრიალოს გემი, აფრები შეატრიალოს, არ ვიცი, თუ დასაქოქიანი მოტორიანი ნავია, დაქოქოს ეს მოტორი და ასე შემდეგ და დაათვალიეროს თავის პიროვნული სამყაროს სხვა სანაპიროებიც და არა მხოლოდ ის, რომელიც ბუნებრივია, ტენდენციურია, ხო? ეს იქნება ძალიან საინტერესო და ეხლა მაგალითად უფრო ხშირი არის, რომ მარტომყოფი ადამიანები არიან ხოლმე ცუდად. აი მარტო ვარ ცუდად ვარ, ეს უფრო ხშირი ტენდენცია არის და ამიტომაც ეხლა ინტერნეტში ძალიან გავრცელდა, რომ მარტო რო ხარ, მაგ დროს უნდა იყო კარგად, ნახე, საერთოდ სოციუმს სამწუხაროდ ახასიათებს კიჟინა. რომ აი თუ ტენდენცია არის მარცხნივ, სოციუმი გიკიჟინებს მარჯვნივ, თუ ტენდენცია არის მარჯვნივ, გიკიჟინებს მარცხნივ. რაღაცნაირად ცდილობს შეგონებით და შთაგონებით, რომ ადამიანმა რაღაც გადახტომა გააკეთოს, რა გადახტეს. ერთი ნაპირიდან მეორეზე და როგორც ფიზიკაში შეუძლებელია, რომ გადახტე, თქვათ, ერთი ნაპირიდან მეორე სანაპიროზე, ხო, ვერ გადახტები, ეგრე არ მუშაობს ეს. უნდა ინაოსნო, უნდა შეცურო ზღვაში და გახვიდე. საკმაოდ ენერგია უნდა ჩადო იმისთვის, რომ სხვა ნაპირზე აღმოჩნდე, ხო? ასევე არის ფსიქიკაშიც შეუძლებელია ნახტომის გაკეთება, მაგრამ სოციუმი კი ჩვენგან ნახტომს ითხოვს გამუდმებით. ესე კი არა ისე, ისე კი არა ასე და აი ესე შეგონებებით არის ხოლმე და ეხლა მოდი ისევ წავყვეთ ამ ანალოგიას და რო წარმოიდგინოთ, აი რა გზა უნდა გაიაროს კაპიტანმა პირველ რიგში, აი ამ გემის კაპიტანმა, რომ გამოფხიზლდეს და დინებას კი არ წაყვეს, არამედ თვითონ შეძლოს საჭის ხელში აღება. აი პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს, ხო? აი რა არის პრაქტიკული. და ნახეთ როგორ არის თუ მე ჯერ ვარ კაპიტანი, რომელსაც არ ვიცი სად ვარ. არ ვიცი როგორ ვარ, საჭე როგორ დავატრიალო, გემი როგორ მართვა, არაფერი თუ არ ვიცი. პირველი რასაც ვაკეთებ არის ვაკვირდები რა ხდება. აი თავისით ხო რაღაცები ხდება რა. იქ არის ამოვარდა, რაღაც წყალმა წამიღო იქითკენ და იმ სანაპიროზე გავედი ისევ, რაზეც თუ გავდივარ, ხო? ოღონდ აქამდე მე გავდიოდი მძინარე მდგომარეობაში, ბუნებრივად. ყოველგვარი დაკვირვების გარეშე და დაუბერავდა ნიავი და გამიყვანდა იქითა სანაპიროზე, ხო, სადღაც. და ეხლა თუ გადავწყვიტე, რომ საჭე ვისწავლო ნელ-ნელა და სხვა ნაპირებიც მოვინახულო, ჯერ რომელი ნაპირიც თავისით მოდის ჩემთან და თავისით ინერციით საითაც გავყავარ წყალს, ჯერ ამას დავაკვირდები. ეს არის ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილება. ანუ ვორიენტირებ ჯერ იმაში, რასაც ისედაც ვაკეთებ რა. ანუ ნახეთ, იგივე შედეგს ვაკეთებ, ოღონდ თან ვაკვირდები.
აი პირობითად ეხა რომ გადმოვიტანო ჩემ თავზე, თუ მე მარტო ყოფნის დროს ვარ კარგად, სულ კარგად და უკვე ვიცი ეხა ინფორმაცია მაქვს, რომ აი როგორ არის ეს ხო, რაღაცა ინერციაა ჩართული და მარტო ყოფნის დროს ნეგატიურ ემოციას როგორც ჩანს ვერ ვეხები. რაღაცის გამო, ეხა ეს ფსიქოანალიზის საკითხია რატო? მაგრამ ნუ ესე ხდება, ხო? კარგი, მოდი დავაკვირდე როგორ ვაკეთებ ამას. აი როგორ ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ მარტო როცა ვარ კარგად. აჰა, ამაში ვარ, ოკეი, ვაკვირდები, ნახეთ, ზუსტად იგივე ხდება ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია. მე ახლა ვაკვირდები რა ხდება. და აი ამას რო დავაკვირდები, უკვე შემიძლია საჭი ავაყოლო ამ წყალს და წავყვე საჭით. ეს არის საჭი ხელში დამიჭერია უკვე. აქ რომ მივალ ახლა, მე შემიძლია ახლო საზღვარზე მყოფი ნაპირი მოვსინჯო როგორია. იმიტომ რომ აქ უკვე მე ცნობიერად ვიარე, ნახე, წყალს კი არ წავყევი უბრალოდ მძინარე მდგომარეობაში და ეგ სხვათა შორის სასიამოვნო მდგომარეობაა რაღაცით, იმიტომ რომ აი ბუნებრივად იმიტომ განიცდება. ამ სიტყვას ძალიან ხშირად ამბობენ ადამიანები, ეს ჩემთვის ბუნებრივია, ეს ჩემთვის არ არის ბუნებრივი. და იცით რას ნიშნავს ბუნებრივი ამ შემთხვევაში? Effortless, ინგლისურად რო ვთქვა. ძალდაუტანებელი, თავისთავადი. აი ეგ ბუნებრივი არის ლიბერადან მოდის რა, აი მოდუნებული რაღაცნაირად. აი თავისით სადაც წამიღებს ნიავიან ქარი, იქ წავყვევი და ეს არის ჩემთვის ბუნებრივი და სადღაცა სასიამოვნოა თავისუფლების განცდა მოაქვს, რომ აი მე არ ვერევი ამ პროცესებში, მაგრამ როცა არ ერევი, ხელში საჭეც არ გიჭირავს და მართლაც ქარი საითაც დაუბერავს, იქით მიყავ. და ეს არ არის სახარბიელო მდგომარეობა, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინე როგორი კაპიტანი იქნები შენ, როდესაც სიტყვაზე ამოვარდება ქარიშხალი ან ცუდი ამინდი მოვა, როცა შენ სხვა სანაპიროები არ გინახავს, ცაზე ორიენტირი არ გამოგიკვეთია, რომ აი ჩრდილოეთის ვარსკვლავი აქ არის, საყრდენები არ განგიცდია, რომ არ ვიცი ცუდი ამინდის დროს ღუზა როგორ უნდა ჩაუშვა ან არ ჩაუშვა, ან გადარჩენის სტრატეგია რა გაქვს თუ გემი იძირება, ესეც არ არის, ხო, არაფერი არ არის, მზაობა, არაფრისთვის არ არის, იმიტომ გაშვებულია პროგრამა. და რაღაცა ხდება. რეალურად ეხა მე თუ მკითხავთ აღზრდის ერთ-ერთი მიზანი ალბათ ეს უნდა იყოს, რომ ადამიანის ფსიქოცნობიერება ბავშვობიდანვე ამაღლდეს ისე, რომ აი ამ გემის კაპიტნად ჩამოყალიბდეს ის და დამოუკიდებლობა მიიღოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყურებით, რომ ცხოველთა სამყაროში ეს ასეა. ცხოველთა სამყაროში შვილებს არ აჩენენ საკუთარი თავისთვის ცხოველები. ისინი აჩენენ შვილებს, რომ რაც შევა მალე გათავისუფლდეს და თავისი ახალი სამყარო შექმნას იქ. თავის ოჯახია თუ თავის გამრავლებაა, რა მნიშვნელობა აქვს. და ჩქარობს ბუნება, ნახეთ, ერთადერთი ადამიანია ამაში ნელი. ძალიან ბევრი სახეობაა, რომელიც 3 თვეში აღწევს დასრულობას და დამოუკიდებლობას. სხვა სახეობებია, რომელიც 1 წელიწადში აღწევენ. საკმაოდ ბევრი. აი ერთ-ერთი ყველაზე დიდხნიანი, ასე ვთქვათ, გაზრდის პროცესი მე მგონი აქ სპილოს და 8 თუ 9 წელი გრძელდება და ითვლება, რომ დედა რამდენი ხანი ჭირდება, რომ ეს ფეხზე წამოდგეს და ადამიანს კიდე მეტი ჭირდება. აი რაც არ უნდა ქვისხანა ავიღოთ, აი სუსუ ძველი დროც რო ავიღოთ, ხო, 12 წელზე ნაკლები არ ჭირდება მაინც. 12 წელი ალბათ არის მინიმუმი აი ქვისხანის პერიოდში და ეხლა 16-17 წელი არის მინიმუმი, რომ ადამიანმა დამოუკიდებლობა გამოკვეთოს თავის თავში და ეს გემის კაპიტნობა შეძლოს უკვე, ხო? და მინდა გითხრათ, რომ ეხლა რატო არის ეს მარტო ყოფნის საკითხი ესეთი გამწვავებული დღეს. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი, არ ვიცი, ქარდებიც მხდება, ვიდეოებიც მხდება ამ მარტოობის თემაზე, იმიტომ რომ რეალურად სიტყვა მარტოს რო ამბობენ, უფრო მეტად იგულისხმება დამოუკიდებლობა. საქმე იმაშია, რომ ახალი ცხოვრება, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის შეგრძნებას და განცდას, იბადება, როდესაც ადამიანი დამოუკიდებელია. ცხოველზეც ესეა. სანამ დამოუკიდებლობას არ მოიპოვებს, ის უშუალოდ კონტაქტში არ არის სამყაროსთან შესული და ამიტომ ცხოვრება მაფრუსტრირებელი, ნაცრისფერი და მოსაწყენი შეიძლება გახდეს. ბავშვობაში არა, იმიტომ რომ ბავშვობაში ადეკვატურია ეს. და როგორც კი ბავშვობიდან გამოდის ადამიანი და ის მაინც როგორ ვთქვა, შერწყმულ მდგომარეობაშია. არ ვიცი დედასთან, მამასთან თუ მშობლიურ ოჯახთან, შეიძლება მეუღლესთან, შეიძლება შეყვარებულთან, ან სამეგობრო წრესთან, ან საერთოდაც თავის საქმესთან თუ არ ვიცი, 1000 რამესთან არის ხოლმე ადამიანი შერწყმული, ხო? აი ეს მარტოდ ყოფნის განცდა ამხელა სამყაროს წინაშე.
ნახეთ, ეს არის არიდებული თავიდან. არა და ეს ერთი მხრივ კი საშინელია, რომ წარმოიდგინო, ხო, რომ ამხელა რაღაცა უსასრულობაში მარტო ხარ. და მეორე მხრივ რამხელა სიღრმის განცდა შეიძლება ამან მოიტანოს, ხო? რამხელა აღფრთოვანება ან შთაბეჭდილება, აი. შთაბეჭდილებისთვის არის ღია, მოკლედ ადამიანი, რომელიც უკვე ახალ ცხოვრებას იწყებს. დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, ხო? მისთვის ყველა გამოცდილება ახალი შთაბეჭდილების მომტანია და უშუალოდ ეხება მას. აი ეს არის ალბათ ერთ-ერთი როგორ გითხრა, პიროვნული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზა, რომ ეს დადგეს. და ეს არ გულისხმობს, რომ კარგად იყოს, როცა მარტოა და როცა დამოუკიდებლად არის. ეს გულისხმობს, რომ დამოუკიდებლობის დროს რაც მოვა მის ცხოვრებაში, ის განიცადოს, კარგად ყოფნა, ცუდად ყოფნა, ნეგატივი და ეს შეძლოს. ანუ ინტეგრირებული იყოს მთელი რუკა. ნახეთ, თამაშები როა თუ გითამაშიათ ვიდეო თამაშები, იქ არის რომ რუკა არის ხოლმე და ბნელით არის მოცული რაღაც ადგილები. და ნელ-ნელა ადამიანი რო თამაშობს, ჯერ ნაცნობი წერტილიდან იწყებს და აფართოვებს რუკას და იზრდება ეს რუკა. ასევე არის ადამიანის ფსიქიკა. ეხლა რო გარბის ადამიანი დღეს რომ არ ვიცი, ნარკოტიკული საშუალებები დალიოს, რაღაცები მოწიოს, რაღაცები ითამაშოს, არ ვიცი, რაღაც ადრენალინი გამოიწვიოს რისკიანი ქცევით, იმით რეალურად ეს არის ძალიან ჯანსაღი სურვილიდან ამოზრდილი, ცოტათი ნაკლებ გაფართოებული ქცევა. სურვილი არის, რომ გავიფართოვო ჩემი ფსიქიკა. დავაინტეგრირო ისეთი ახალი გამოცდილებები მასში, რომელიც აქ არის, ოღონდ რაღაცა შავი ნისლის ქვეშ არის ჩამარხული და ჯერ ვერ გრძნობ. ოღონდ პრობლემა იმაშია, რომ ნარკოტიკული საშუალებებით დასტიმულირება შენი არ არის. შენ ხელში არ არის საჭეისებ. ნახე, გარედან რაღაცამ მედიუმმა მოგცა ცოტა ხანი, რაღაცა თქვათ იმ ნაპირზე გაგიყვანა, რომელზეც შენით ვერ გადიხარ. მინდა გითხრათ, რომ კასტანედა, როდესაც წავიკითხე, იქ ხო არის ეს მედიუმების გამოყენების ხელოვნება მთელი. მე იმას არ მომფეხა, რომ მედიუმი არასდროს უნდა გამოიყენო, თორემ მაშინ გამოვა, რომ თერაპიაზეც არასდროს არ უნდა მიხვიდე, ეგეც მედიუმია. მედიუმს არ გულისხმობ მისტიკური გაგებით, გულისხმობ შუამავალს, რომელიც რაღაცასთან შეხებაში გეხმარება, იმიტომ რომ თვითონ გამოუცდია, ხო? აი ესეთი პრაქტიკები კასტანედასთან არის აღწერილი დონ ხუანსა და კასტანედას შორის გადასარევად, აი როგორ შეყავს ნელ-ნელა თვითგამორკვევის გზაზე დონ ხუანს ძალიან ფრთხილად კასტანედა და ეხმარება რაღაცები და ერთი ფრაზა ძალიან დამამახსოვრდა, რომ ესენი გარკვეულ მცენარეს მოიხმარენ იქ და ასევე ჯადოსნურებს, სოკოებს, ბჭყალებში ჯადოსნურს. ამას რიტუალი აქვთ მთელი ერთი წელი ემზადებიან მიღებისთვის, იქ რაღაც ტყეში გადიან, სავსე მთვარე უნდა იყოს, ან არ იყოს, ტყე ესეთი უნდა იყოს, ან ისეთი უნდა იყოს, ადგილი უნდა შეიგრძნოს ადგინდა ამის მიღება. მთელი რიტუალი არის. ისეთი ძალიან კრეატიული პროცესია. და როდესაც ამ ყველაფერს უხსნიდა კასტანედას, უთხრა ესეთი რამ, ზოგ ადამიანს, ზოგ ჩვენგანს ეს მედიუმები არ სჭირდება. ისინი თვითონ გადადიან ამ მდგომარეობებში, თვითონ შედიან ამ განცდებში და ფსიქიკის ამ შრეებში. და მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე ადამიანს ეს არ ჯერა. თანამედროვე ადამიანს გონია, რომ პირობითად ჰეროინს რაც მოაქვს ადამიანის ფსიქიკაში, ის მისაწვდომი არ არის ჰეროინის გარეშე. არადა ჩვენ ხო ვიცით, რომ ყველანაირი ნარკოტიკული საშუალება თუ ყველანაირი ნებისმიერი მოკლედ რაც ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ისედაც მისაწვდომია. ეგრე რო არ ყოფილიყო, მაშინ ვერც ის იზავდა. ის მხოლოდ ასტიმულირებს. თორემ მისაწვდომობა რო არ ქონოდა თვითონ ფსიქიკას და ადამიანის შინაგან რესურსებს რო არ ქონოდა, ეგ უცხო ნაპირები თავის თავში ხო ვერ გამოცდიდა ვერავინ ამას. იმას ვერ გამოცდი, რაც ჩვენში არ არის. აი მაგალითსაც მოგიყვანთ, იმას რა ქვია, ღამურას აქვს ულტრაბგერითი სენსორები. ანუ ულტრაბგერას გამოტყორცნის, იმიტომ რომ მხედველობა არ აქვს, ეს ულტრაბგერა წინ გაისროლა, ხო? თუ უკან არ დაბრუნდა, იქით მიფრინავს. ხვდება, რომ იქ არის სივრცე. და ამ ულტრაბგერას რო გაისვრის, თუ კედელს მოხვდა და უკან შემოუბრუნდა, სენსორებით აღიქვავს, რომ აი მოვიდა ულტრაბგერა. და იქ აღარ მიფრინავს, იცის, რომ კედელია წინ. აი ვერც ერთი ნარკოტიკული საშუალება ვერ იქნება, ვერასდროს და ვერანაირი ჩარევა, თუ ევოლუციურად არ მოხდა ეს ჩვენ ფსიქიკაში, რომ ჩვენ
ულტრაბგერითი სენსორიკა გამოვიმუშაოთ. ვერ ვიზავთ ამას. ჩვენი სხეული ამ ასე არ არის მოწყობილი, რომ ულტრაბგერითი სენსორიკა მე შევიგრძნო. აი, ეგ არ მოხდება რა. მე ვგულისხმობ ისეთ დონეზე, როგორც გემოსუნი და ასე შემდეგ რაღაც ინდივიდუალურ გამონაკლისებს არ გულისხმობ. ხო და აი ამაშია საქმე, რომ ის ნარკოტიკული საშუალებები ადამიანებს დღეს რო გონიათ, რომ მხოლოდ ის იძლევა აი ამ განცდებს, ეს მცდარი წარმოდგენა არის. აი, ნარკოტიკული საშუალებების კულტურული გამოყენების, ასე ვთქვათ, უდიდესი ცოდნის მქონეა, ხო? კასტანედა. მაგისთვის ჩავიდა საერთოდ იქ, რომ გამოეკლია იქაური ადგილობრივები, როგორც ცხოვრობდნენ და ანთროპოლოგი იყო კასტანედა, სანამ მე მისტიკაში გადავიდოდა და ამ გზების შესწავლას დაიწყებდა და ჩავიდა და ეს რვეულით და კალმით ინიშნავდა, ესენი რას აკეთებდნენ. სხვათა შორის მაგაზე ეღიმებოდათ იმათ. მაგრამ ასე აკეთებდა, ძალიან მეცნიერული მიდგომა ჰქონდა და აი იქ არის მოყვანილი ეს, რომ თვითონაც შეუძლია ჩვენს ფსიქიკას ეს. ხო და ეხლა ნახეთ აქ მუღამი რაშია. ცნობიერება სად არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც აი ესეთი ყიჟინა მიდის, რომ მარტო რო ხარ, კარგად უნდა იყო, რა გამოდის ესე იგი, რომ მარტო ყოფნა ადამიანს ასე ასწავლია, რომ მაშინ შეგიძლია მარტო ყოფნა თუ კარგად იქნები. და აქ იცით რა არის, რა ტაბუ არის მოსული, რომ რაღაცნაირად აკრძალულია ცუდად ყოფნა რა. აი ჯოკერს რო გადახედოთ, ხო, ფილმს. სხვა შორის ჩვენს კინოჩვენებაზე მე გეგმავ, ეხა ირანული ფილმი არის ჩანიშნული 16-ში. ყველას გეპატიჟებით. ირაკლი აბაშიძის 80 7 საათზე იქნება კინოჩვენება 16 რიცხვში. მოდით და დაესწარით. ეს ირანული ფილმი არ მაქვს ნანახი, მაგრამ კანის ფესტივალის ლაურეატია და კარგმა ადამიანმაც მირჩია ძალიან და მჯერა რომ საინტერესო იქნება. და მე მაგის მერე ვფიქრობ, რომ ჯოკერი ნახოთ. და თუ გახსოვთ, ანუ ჯოკერს როგორ ეძალადება დედამისი, ანუ რა არის დედამისის ძალადობის ენა. ეს ძალიან სიმბოლურია. ის ეუბნება, რომ შენ ხო მხიარული ხარ, შენ ხო კარგ ხასიათზე ხარ, გაიღიმე, იცინე, ნახე რას ეუბნება. ეს არ არის ტყუილად ნათქვამი, ანუ სადღაცა ძაღლის თავი ამ ყველაფერში დამარხული იქაა, რომ ადამიანს ეუბნებიან, რომ მარტო რო ხარ, კარგად უნდა იყო. და ამიტომაც მე ადამიანი მარტო რო დარჩება, მარტო რო ხარ, უფრო ადვილია, რომ თვითრეფლექსია მოხდეს რა, უფრო ადვილდება ეს და რაღაცა ცუდი გზნობა თუ მოვიდა, ადამიანს გონია, რომ ვაი, მე მარტო ყოფნა არ შემიძლია. ნახე, დასკვნა გამოიტანა. აი ესეთი სამწუხარო ამბავი არა და რა მარტივია ამის მიხედვა, რომ ადამიანი არ დადის დედამიწაზე, ვინც ცუდად არ არის. ანუ რაღაცა ცუდად ყოფნის გრძნობა ყველას გამოუცდია და მთელი მუღამი არის, რომ მარტოც რო ხარ, თუ ეს გრძნობები მოვიდა, აი მე რას აკეთებ? მე რა შეგიძლია რომ გააკეთო? აუცილებლად გამორბი ხარ მეგობრებთან, ახლობლებთან და ასე შემდეგ. ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ამაში ცუდი არაფერია. ალბათ ერთადერთი რისი უკეთ გაკეთებაც შეიძლება არის, რომ ყოველთვის ეს არ დაგჭირდეს და რაღაცა სხვა სტრატეგიებიც იყოს. აი რა შეგიძლია შენ თავთან, შენ თვითონ. რა შეგიძლია? შეგიძლია მოусმინო, შეგიძლია ჩაიწერო, შეგიძლია დახატო. თავს რითი გრძნობ ცუდად. და იცით რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა თავი ცუდად იგრძნოს და რატო არის უდიდესი ძალადობა ჯოკერის დედის მხრიდან, როცა ის ეუბნება, გაიღიმე, შენ ხო სულ მხიარული ხარ, შენ ხო სულ კარგად ხარ და სულ ბედნიერი ხარ. იმიტომ არის ეს უდიდესი ძალადობის ფორმა, რომ ადამიანი, როდესაც ნეგატივს შეიგრძნობს, მაგ დროს წვდება თავის საჭიროებებს. იმიტომ რომ რის გამო ვარ ნეგატიურ გუნება განწყობილებაზე, თუ ეს შემოუშვი, ეს ინფორმაცია დავრჩი ამასთან, დავაინტეგრირე, ანუ ჩემს შინაგან რუკაზე, ამ კუნძულზეც გავედი, მაგ დროს შემიძლია დავინახო, რა მჭირდება და რის გამო ვარ ცუდად. არსებობს რაღაცა ცუდად ყოფნები, რასაც არ ეშველება, მაგალითად გლოვა. არ ეშველებაში ვგულისხმობ იმას, რომ ეს უბრალოდ იქნება, გლოვა არის ადამიანური არსებობის ნაწილი, დანაკარგის გლოვა, მესმის და ამას ჭირდება სივრცე, რომ მქონდეს სივრცე, რომ ვიგლოვო. და არავინ მეუნებოდეს, რომ რატო ტირი ხარ, ვაიმე, ნუ ტირი ხარ, თუ ტირი ხარ, ცუდად ხო არა ხარ, აბა სასწრაფო ხო არ გამოგიძახოთ, არაფერი მსგავსი, ტირი ვარ, всё. არ ჭირდება ამას ამხელა პანიკა და ამბავი, სივრცე ჭირდება, რომ გამოვიგლოვო ის რაც არის, ხო? ეს ერთი ვარიანტი. და მეორე და ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ ძირითადი განსხვავება ეს არის, რომ მეორე ცუდად ყოფნა არის, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საკვები
ჭირდება ჩემს ფსიქიკურ სამყაროს, რომელიც არ აქვს. და აი ამისგან მოვიდა ნეგატივი. და თუმე ეს ნეგატივი არ აღვიქვი. თუმე მასთან არ დავრჩი და არ შევიგრძენი, ხო ვერ გავიგებ რა აკლია, რა საკვები აკლია. ესე ვერ გავიგებ. თუ კარგად ვარ და კარგ ხასიათზე ვარ, სულ და გვდევნი ჩემს ნეგატიურ ბუნება-განწყობილებას, რამ გამოიწვია ეს ნეგატიური ბუნება-განწყობილება, ეგეც რჩება მიუწვდომელი. ანუ რჩება ჩემი თავის მთავარი საჭიროებები, ძირითადი, რაც მე მჭირდება, რაც არის ჩემი, როგორ გითხრათ, ინსტინქტიდან თუ სხეულიდან ან სულაც ფსიქიკიდან ამოზრდილი ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებები, ესენია დაიგნორებული. აი რატომ არის ჯოკერის დედა ასეთი მაღალი მოძალადე. ვინაიდან ის არ უტოვებს ბავშვობიდან, იქ ვიცით რომ ასეა, თავის შვილს ცუდად ყოფნის სივრცეს. სადაც ის შვილი და მე უკვე დასრული კაცი შეძლებს შეიგრძნოს საიდან წყარო რა არის მისი ნეგატიური განწყობის. იმიტომ რომ თუ წყარო ვიცი, რამ გამოიწვია გულის ტკენა, თუ ბრაზი, ან ფრუსტრაცია, ან ის რომ შია, ან ასე შემდეგ, ამებს როცა შევიგრძნობ და ვაკვირდები, რეალობას ვეხები, ჩემს შინაგან რეალობას და მერე უკვე იცით რა არის, ჩემი კრეატივის ამბავია, როგორ შევძლებ, რომ ეს ამ ყველაფერს უპასუხო. მონადირე ვარ, მე წავალ და ვინადირებ და ვიშოვი საკვებს და მივიღებ. რა კი მშია. მაგრამ თუ მე მშია და ჩემ თავს უკრძალავ ამის შეგრძნებას, რომ მშია, ხო და არა მშია, ყველაფერი კარგად არის, აი ამას თუ ვაკეთებ, აი აქ ვეძალადები ძალიან მაგრად ჩემ თავს. და ზუსტად მარტოდ ყოფნის და იგივე დამოუკიდებლად ყოფნის მთელი საიდუმლო იმაშია, რომ აი ამ დროს შეძლო როგორც კარგად ყოფნა. და ისე ნეგატიური ემოციების განცდა და შემოყვანა მათთვის სივრცის მინიჭება, იმიტომ რომ აი აქ დაინახავ რუკას სრულად. და როცა რუკას სრულად ხედავ, მერე თამაში გახსნილია, ასე ვთქვათ. და ყველგან შეგიძლია გადაადგილდე, დააგემოვნო რაღაცები. ეხლა აქ შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ თეორიულად კაიაო რა, რასაც ამბობ, მადლობა. მაგრამ რა ვქნა, კონკრეტულად რა გავაკეთო. მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანს აქვს ულევი ფანტაზია და რესურსი რა გააკეთოს და ჯერა მე ამის რომ თითოეული ვინც მისმენთ მოიფიქრებთ უნიკალურ რაღაცას თქვენთვის და მე მაინც მაქვს თქვენთვის შემოთავაზება. შეგიძლიათ ასეთივე ინტერესების მქონე ადამიანებთან დაკონტაქტდეთ უფრო ახლოს. ჩვენ ზუსტად აი ესეთი შინაგანი კვლევის ინტერესების მქონე ადამიანები ვიკრიბებით ხოლმე Everyway-ში. ყოველ პარასკევს 8 საათზე ღია საუბრებია, ირაკლი აბაშიძის 80-ში და აქ დასწრება არის თავისუფალი. ასევე კვირაობით ხშირად გვაქვს ან შაბათს ან კვირას კინოჩვენება, რომელსაც უყურებთ, მე ვარჩევთ, ისევ ფსიქოლოგიური წიაღსვლებით. და კინოს ჩვენების შემდეგ თამაშობთ ხოლმე კინოდან სხვადასხვა ეპიზოდებს. ეხლა სამსახიობო კარიერა აქ საჭირო არ არის, უბრალოდ დიალოგებს ვიხსენებთ და ვთამაშობთ და იცით რა ხდება ამ დროს. აი, წარმოიდგინეთ, მე ხა რაც არ უნდა ჭკვიანი ადამიანი ვიყო, ჩემი თავის აღქმა, რომ აი რა არ გამიკეთებია და ასე შემდეგ არის ლიმიტირებული. აი ვინც არ უნდა ვიყო, სულ რომ აინშტაინი ვიყო, ან ნიცშე ვიყო, თუ რა ვიყო, საკუთარი თავის აღქმაც და გარეთ სამყაროს აღქმაც არის ლიმიტირებული. და აი ამაში გუნდი არის ძალიან დამხმარე. ძალიან, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური გადასახედი და ეს გადასახედები ერთმანეთს ავსებს. და ამის იქით რომ წავიდეთ, ფილმში არსებული პერსონაჟები და ფილმები, რომლებმაც გაისროლა, ასე ვთქვათ, და დიდი აუდიტორია მოიპოვა, ნიშნავს, რომ პერსონაჟი დატვირთულია ძალიან. პერსონაჟი თუ საინტერესო არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ვიზუალურად ლამაზი ფილმია, უშნო ფილმია, ეს არ არის მნიშვნელოვანი. პერსონაჟი არის ფაქტიურად რაღაცა არქეტიპის გამოძახილი, რომელმაც დიდი დატვირთვა შეიძინა, აი თუნდაც ჯოკერი. და ეხლა ნახეთ რა არის თითოეულ ჩვენგანში ეს არქეტიპები ცოცხლობენ, ეს არის ნაპირები ზუსტად. რა ნაპირებზე ვარ ნამყოფი და რაზე არა. და აი ამ ფილმების პერსონაჟები არის ვარიანტები, სადაც ალბათ ნამყოფი არა ვარ. და როდესაც მე მის ტყავში შევდივარ, როცა მისი დიალოგი ჩემში გადმომაქვს, რაღაცა ახალს შევიგრძნობ ჩემ თავში, რაც აქამდე არ შემიგრძნია. ანუ ისევ და ისევ ვხსნი და ვაფართოვებ იმ სათამაშო რუკას, რაზეც ჩემი ფსიქიკა დადის.
ეხლა რისთვის რატო არის ეს მნიშვნელოვანი პროცესი? თვით გამორკვევა და გარესამყაროზე დაკვირვება განაპირობებს, რომ მე ვიყო მართლაც დამოუკიდებელი და არა დამოკიდებული და არა მიჯაჭული და არა მიბმული, ანუ თავისუფლებისკენ სვლა არის ეს. მე მეცაც გეტყვით, აი მაგალითად იმისთვის, რომ ადამიანი არ იყოს ბულერი, შეგიძლიათ წაუკითხოთ მორალი და მილიონჯერ აუხსნა, რომ აი ბულინგი ცუდია, ეს რაღაცა მტკინეულია იმ საწყალის ადამიანი, ვისაც აბულინგებ, და ეს რა ვიცი, ამას მე მგონი ძალიან დიდი ხანია კაცობრიობა ახორციელებს, რა საუკუნეებია. რომ აი რაღაც ამაზე თითქოს შეთანხმებულები ვართ, რომ ბულინგი არ ვარგა და მიდის ამაზე ქადაგება მოკლედ. მაგრამ ქადაგებას არ მოუტანია ფაქტია შედეგი, იმიტომ რომ ბულინგი არსებობს. ჩვეულებრივად აგრძელებს არსებობას. საკმაოდ მაღალი მასშტაბი აქვს უკვე ინტერნეტ ბულინგი, კიბერბულინგი, იქ რაღაცა სკოლაში ბულინგი, დაფარული ბულინგი, ფსიქოლოგიური პირდაპირ აღარ გეუბნებიან, მაგრამ გძნობთ, კიდე უარესი ხო რაღაც ცუდი ფორმები აქვს ძალიან მიღებული. ჯოკერშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზია ეს ბულინგი, როგორ აბულინგებენ მას. ხო და ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ სხვადასხვა ექსპერიმენტების დროს, როდესაც ბულინგის საღამო გვაქვს ხოლმე, ღია საუბრებზე ვატარებთ ხოლმე ბულინგის საღამოებსაც, რამდენჯერმე ჩავატარეთ უკვე. მან თეატრალურად, ფსიქოდრამატულად ვდგავთ ხოლმე სიტუაციას, სადაც არის ადამიანი ნებაყოფლობით მოხალისე, ვისაც ვაბულინგებთ და არიან ნებაყოფლობით ტიპები, ვინც არიან ბულერები. და მინდა გითხრათ, რომ ის ხალხი, ვინც ბულერის როლში ყოფილა, ისეთი დიდი განცდით აღიქვავს, რა საშინელებაა ბულინგი, რომ აი მე მაგალითად ფსონს ჩამოვიდოდი, რომ ისინი თავის ცხოვრებაში არავის აღარ დააბულინგებენ. იმიტომ რომ აქ ფსიქოდრამატულად ისინი ბულერის ტყავში რო გადადიან და მე რო ხედავენ იქ დაბულინგებულში რა შეიძლება გამოიწვიო. იმიტომ რომ ცნობიერად აკეთებენ ამას, ნახე. იმიტომ ბულინგი როგორც წესი ბუნებაში ესე თავისით ადამიანებს ემართებათ. ეს კი არ არის რომ აბა წავედი მე ხა სკოლაში და მოდი მე ბულერი ვიქნები და ეხა შევალ და იქ ყველას დავაბულინგებ. ეს როგორც წესი ესე არ არის. ესე არის რომ სიტუაცია რაღაცნაირად დაალაგდება და თავისით ისევ ინერციით, აი წეღან როგორც თქვი, ბუნებრივს რო ეძახიან იმ ინერციით, ვიღაცა ბულინგის მსხვერპლი ხდება და ვიღაცა ბულერი ხდება. ოღონდ აქ ცნობიერება გათიშული, არც დაკვირვება ხდება. ნებაყოფლობით ეს არ მომხდარა, თავისით რაღაცები მოხდა და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ინტეგრაციაზე და რაიმე გაცნობიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. და ასეთივე ბულინგის, ასე ვთქვათ, აქტინგი, ანუ თეატრალური დადგმის გაკეთების დროს ცნობიერება ჩართულია. შინაგანი დამკვირვებელი ფხიზელია, ნახეთ, გემის კაპიტანი. ის აკვირდება, რომ არა ხდება ესე. ეს ვთქვი, ნახე და იქ გაისმა ეს და იმ ადამიანს როგორ შეეხო. მერე ის ადამიანი თან, ვისაც ვაბულინგებდით, ასე ვთქვათ, ხო, ჩვენი ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ის გვეუბნება თავი როგორ იქცნო. მიუხედავად იმისა, რომ ეს დადგმა არის და ყველამ ვიცით, რომ თამაშია, ემოციები მოდის, იმიტომ რომ ჩვენი მოგზუტვინი ვერ ანსხვავებს რეალობასა და ასე ვთქვათ, თეატრალურ აქტინგს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს. მთელი კათარზისის საიდუმლო ამაშია. და ის ადამიანს მე აზიარებს თავი როგორ იქცნო, ვინც დააბულინგეს რა. და ამიტომ სიფხიზლით ამის კეთების დროს და აი ამ ტყავში გადასვლის დროს სიფხიზლით, როდესაც ფხიზელია შინაგანი დამკვირვებელი, ინტეგრირდება ესეც, რომ არის ჩემში ბულერის ინერცია. მაგრამ მე ხა მას ვხედავ, მე ვიცი სიმპტომატიკა, მე ვიგრძენი მისი გემო. ასევე მსხვერპლის ტყავი, არის ჩემში მსხვერპლის არქეტიპი და მე შევიგრძენი ის ჩემ თავზე და როცა შევიგრძენი და ნათელი გონებით აღვიქვი, რომ აი ნახე ეს აქ არის ეს ნაპირი. მერე უკვე საჭეხელში მიჭირავს ცხოვრებაში რას გავაკეთებ. ეს თავისით კი აღარ მოხდება. მე მიჭირავს საჭე, იმიტომ რომ მე ეს გამომიცდია, ნამყოფი ვარ აქ. თუ დაკვირვები ხართ, რამდენად უფრო მოკლე ჩანს გზა, რომელზეც ნამყოფი ხართ. ბევრად უფრო მოკლე და მარტივი ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის, ზოგჯერ არ არის. ეხა ეგეც გამოვცადე, კახეთში მოვდიოდი და ახალი გზა გააკეთეს და გრძლად მეჩვენება. აი, სრული განცდა მაქვს, რომ ორჯერ უფრო გრძელია, იმიტომ რომ არ ვიცი, აი ფანჯრიდან ვიყურები და არაფერი არ ვიცი. ახალია. და ის გზა, რომელიც მგონი
სულ მინიმუმ 30% უფრო გრძელია, ის ზეპირად ვიცი და ის მოკლედ მეჩვენება ამიტომ. და როგორ გითხრათ, აი ეს არის ზუსტად სუბიექტური დამოუკიდებლობის განცდის მომტანი, რაც მე გარესამყაროშიც აისახება ადამიანი როგორ ნავიგაციას როგორ ეწევა ცხოვრებაში. როცა განცდილია ფხიზელი გონებით არის განცდილი რაღაცეები და ამ დროს საჭეხელში უჭირავს აი ამ შემთხვევაში უკვე ცხოვრებაშიც შეუძლია გაიკვალოს გზა თავისი სიფხიზლით და არა ინერციით, რომ აი წყალმა სადღაცა წამიღო. თან მინდა გითხრათ, რომ აი ამ წუთში თუ დინებას ვიღაცა მიყვება, შეიძლება ამ წუთში არ არის ცუდ ნაპირზე გარიყული და რაღაც როგორ გითხრა, ბუფერულ ზონაშია ეგრეთ წოდებულში, მაგრამ რაღაცა შინაგანი ხმა განახოს, რომ აი მე სადავარ რა ხდება აქ, იმიტომ რომ გრძნობს, რომ სიფხიზლე არის დაწეული. თუ ადამიანმა შეიგრძნო თავისი ფხიზელი დაკვირვების უნარი და აი ეს მეპი, ის რუკა ძირითადად ბურუსით არის მოცული, ხო? რაღაცა შინაგანი სიმპტომატიკა იწყებს გააქტიურებას, რომ რაღაცა თითქოს აიძულოს ადამიანი თავისივე თავმა, რომ გამოფხიზლდი. იმიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძირითადი რა ვთქვი, რომ დღეს გავრცელებულია, რომ მარტო ყოფნა არის ძალიან მაგარი, როცა მარტო ხარ და შეგიძლია კარგად იყო მაგარია და ამასთან მინდოდა რომ ჩამემატებინა ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც აკლია, რომ მარტო ყოფნაში იგულისხმება დამოუკიდებლობა და არა უცებ ფიზიკურად მარტო ყოფნა და დამოუკიდებლობის დროს კარგად ყოფნაში არ იგულისხმება პოზიტიურად ყოფნა. კარგად ყოფნაში ალბათ იგულისხმება წონასწორობა, რომ მე შემიძლია ვიყო მარტო დამოუკიდებლად და ვიგრძნო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უარყოფითი ემოციის შეგრძნების დროს ვხვდები რა არის ჩემი ავთენტური მოთხოვნილებები და საჭიროებები და მე შემიძლია უპასუხო. და თუ მე ნეგატივის მეშინია ჭირივით, რასაც სოციუმი მასწავლის და რის კაი სიმბოლოც არის ჯოკერის დედა, რომელიც ეუბნება, რომ შენ ხო მხიარული ხარ, შენ ხო ბედნიერი ბავშვი ხარ, გაიღიმე, გაიცინე, ხო? აი მაგ შემთხვევაში მიუწვდომელი რჩება ის კუნძული და ის ნაპირი, სადაც ჩანს ჩემი ბუნებრივი საჭიროებები და მოთხოვნილებები. ამიტომაც მარტო ყოფნის დროს ნებაყოფლობით შესაძლოა ჩვენ თვითონვე დავაკვირდეთ, ჩავიძიროთ ჩვენს თავში და იმ უცხო ნაპირებზეც ვცადოთ გასვლა. ამ უცხო ნაპირებზე გასასვლელად ასევე ძალიან დამხმარეა შეკრებები, მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ყველას მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ნიჭი და ჭკუა და რა ვიცი 1000 რამ, მაინც ლიმიტირებულია ეს და ერთმანეთს ვავსებთ ხოლმე. და ასევე შემავსებელი ძალიან დიდი ეფექტი აქვს, როდესაც კინოფსიქოლოგიაზე ვიკრიბებით, უყურებთ ძალიან მაგარ ფილმს და მთავარი პერსონაჟის ტყავში ვართ. და იქიდან მერე ჰაპენინგის გზით ვთამაშობთ ხოლმე სხვადასხვა სცენებს. აქაც ხდება ჩვენს ფსიქიკაში ისეთ ნაპირებზე გასვლა და შეხება, რაც იქამდე იყო მიუწვდომელი. და ეს ყველაფერი გავს იმას, რაც წეღამ ვისაუბრე, რომ კასტანედასთან იყო ხალხი, აი იმ კულტურაში, ვინც მოიხმარდა სხვადასხვა მედიუმს, მაგალითად სოკოს, მაგალითად მოსაწევს და ასე შემდეგ, რომ თავის ფსიქიკაში ისეთ ადგილებში გასულიყვნენ, რაც ისე მიუწვდომელი იყო მათთვის, მაგრამ იყო ამავდროულად ხალხი, ვისაც ეს ასე ვთქვათ ფსიქიკური მდგომარეობები ისედაც შეეძლო თავის თავში თვითონვე გამოეწვია დამხმარე საშუალებების გარეშე. და კი ეს არის რეალობა, შესაძლებელია ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების ბრჭყალებში ეფექტის გამოწვევა ფხიზელ გონებაზე. მოკლედ, ვისაც ეს ყველაფერი გაინტერესებთ, ინტერესის გარშემო ვიკრიბებით ღია საუბრებზე ყოველ პარასკევს 8 საათზე. ირაკლი აბაშიძის 80 დასწრება თავისუფალია და გელოდებით. სანამ მოხვალთ, მაინც მომწერეთ, იმიტომ რომ ადვილი მოსაგნები არ არის ხოლმე. აბა დროებით.